კლდეზე ცოცვას ეუფლება ჩვენი კორესპონდენტი მაიკო ჭაფოძე. ყოჩახ მაიკო. ხათა შორის მინდა აღნიშნა დილავში და ვისა ვეცადე რომ აბა თან შემოგხედე. დაჩემდება მარტივი მარშრუტი ამერჩია, რათა აუცილებელი ყავი. მიკროფონი ხელში გიჭირავს? არა, მიკროფონი ჯიბეშია სამწუხაროდ. არა, მეთქი ესე ხელში გიჭირავს და ყოჩახ. ვერ ვახერხებ. მოკლედ ესე ჯანსაღად ვუერთდები ამ აქციას, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წამოიწყო. მინდა გითხრათ, რომ თურმე ფეხები განზე უნდა გაშალო იმისათვის, რომ დაიშვა და არ იბზრიალო. და ჩემთან ერთად იმყოფება მირზა ლიპარტელიანი. კარგად ასულხარ სიმაღლეზე. მეცადე პირველისთვის მგონი არაუშავს ბატონო მირზა იქნებ დამეხმაროთ და მომხსნათ. დამცავი კამარი ქვია ხო თუ არ ვწდები? ამას დამცავი თოკი და ამას დამცავი კამარი. ვინ არის შემდეგი, ანუ ვინაც ოცდება? პროფესიონალი მეკლდეური, არაერთგზის ჩემპიონი. იასასიამოვნოა მარია. ბატონო მირზა, თქვენ ბრძანდებით საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. რა გითხრათ, როგორ უერთდებით ამ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას? დილამშვიდობისა მოგესალმებით ყველას. მოგეხსენებათ, რომ 2013 წელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დააწყო პროგრამას ცხოვრების ჯანსაღი წესი, სადაც აქტიურად არის ჩართული ჩვენი ფედერაცია. ეს ერთობლივად ვაწყობთ აქციებს მეკლდეურობაში, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის კიდე, რომ ქართულ ალპინიზმს შეუსრულდა 90 წლის თავი და როგორც ნარკომანიის წინააღმდეგ აქცია, ასევე იქნება ქართულ ალპინიზმთან 90 წლის თავთან მიძღვნილი საჩვენებელი შეჯიბრი იქნება ახალგაზრდებისთვის 2 საათი, რომელიც 2 საათზე დაიწყება. რამდენ მეტრიანია ეს ხელოვნური? ეს ხელოვნური კლდი არის 8 მეტრიანი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გადმოგცა ფედერაციას და ეს დავატარებთ სხვადასხვა რაიონებში და ვაწყობთ ესეთ აქციებს ახალგაზრდებისთვის. დიდი მადლობა. ქეთი ბაჭარაშვილთან მინდა გადავინაცვლო, რომელიც გახლავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი დილამშვიდობისა, მადლობა რომ ჩვენთან ხართ, ჩვენიურად გამოგივიდა. ოჩან. ქეთი, დღევანდელი აქციის შესახებ რო გითხრათ, რა იგეგმება კონკრეტულად? საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებას წარმოადგენს ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და კულტურულ შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამა. კერძოდ საინფორმაციო კამპანია ნარკომანიის წინააღმდეგ იყავი ჯანმრთელობის გამავრცელებელი. სწორედ კამპანიის ფარგლებში 7 საუნივერსიტეტო ქალაქში ჩატარდა მსგავსი ღონისძიებები. 20 ახალგაზრდა დატრეინინგდა თემაზე ნარკომანია, თამბაქო, აივ ინფექცია, შიცი და მეოთხე დღეს გაიმართება უკვე სპორტული აქტივობა, სხვადასხვა სპორტული აქტივობები ქონდა, ხოლო თბილისში გვაქვს დაზეცაცვის ტურნირი. როგორც ვიცი, 2 საათზე გაიმართება სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ეს ტურნირი და შემდეგ იქნება რაღაც დაჯილდოვება. ამ შესახებაც გაიმართება 2 საათზე და ყველა ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა ამ სპორტულ აქტივობაში. ხოლო დღის ბოლოს ტრეინინგში მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცემათ სერტიფიკატები, ხოლო ტურნირში მონაწილე ახალგაზრდებს გადაეცემათ სამახსოვრო სიგელების სამინისტროდან. დიდი მადლობა გისურვებ წარმატებებს და ძალიან გვიხარია, რომ დილიდან ვიწყებთ ეს ჯანსაღი ცხოვრებით დილას. მე დაგემშვიდობებით მომდევნო საათში უკვე რიყის პარკიდან შემოგიერთდებით და თბილისობის დღესასწაულზე ვისაუბრებთ, ასე რომ დაგველოდეთ. მადლობა, მაგრამ მე იდეა მაქვს, რომ ამ ტურნირში შენ შეერთო, რა მოხდა მე რომ სამედიცინოზე არ არა, აქ ნებისმიერ იმ ადამიანებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, ვინც ტრეინინგი გაიარეს. მადლობა, დაგემშვიდობებით დროებით.